გამოიჩინა ხატარობიდან ინტერესი დაიწყო პერიოდზე ხატვათან. თავიდან მე ცოტა წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ შემდეგ ჩემო მეუღლემ დამანახა, რომ ეს არც ისე დიდი საგანგაშოა და მე ჩემთვის ეს ძალიან მისაღები გახდა. ერთად ვიმუშავეთ რა ნაწილობრივ. თავიდან სულ მისი მოხატული, აი ეს მისი მოხატული, აი ნახე ეს ის შავი რო არის დიდი. ჩემი მეუღლე ყველა მხრივ ვცდილობთ, რომ აი ბავშვის აზრი გავითვალისწინოთ ყველაფერში, ეს ჩაცმა იქნება თუ სწავლაშიც კი. აი ზედმეტი მოთხოვნები არ აქვს. ხშირად არის, რომ აი მშობლებს აქვთ თავისი განუხორციელებელი ოცნებიდან გამომდინარე, შვილებზე ძალიან დიდი მას მოითხოვენ რესურსს. და ამ დროს ბავშვისთვის ეს შეიძლება ძალიან გაუგებარიც იყოს და მიუღებელიც. შეწინააღმდეგება არ იღებს შედეგს, რო ვაკვირდები. ბავშვის თუ განუმარტავ, ხო, აი თუ რაღაც ისეთი მოთხოვნა აქვს, რაც მიუღებელია მისთვის და ნამდვილად არ იქნება სასარგებლო, ჯობია მას განუმარტოთ. მოზარდებს აქვთ თავისუფლების დიდი მოთხოვნილება და ამავე დროს თავისუფლების შიში. იმიტომ რომ ისინი თავს არ გრძნობენ ხოლმე ბოლომდე დარწმუნებულად, რომ ეს ნაბიჯი სწორია თუ არა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობელი ყავთ ძალიან შფოთვითი, ასე ვთქვათ. ძალაუნებურად მშობელს თავისი შიშები გადააქვს თავის შვილში და შესაბამისად, რაც არ უნდა ჯიუტობდეს და ყოჩაღობდეს მოზარდი, მაინც რაღაც კონკრეტულ მომენტში ეს შფოთვა თავს იჩენს ხოლმე და იჩენს როგორც დაეჭვება რაღაცა ნაბიჯის გადადგმის დროს. დავაცადოთ ჩვენ შვილებს, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას მთლიანად უსმინონ თავიანთ გულს. სუნედი წლისა ახლა და აი ესეთი ასაკიც აქვს, რომ მას განსხვავებულად უნდა ან ჩაცმულობა, ან საზოგადოებაში გასვლა, მაგრამ ვცდილობ მე როგორც დედა, როგორც მშობელი, რომ შევეცადო ესეთი ჩაცმულო სტილი ვაჩვენო, რომ ასეთი უკეთესი იქნება და თუ არ გაითვალისწინებს და განსხვავებული აზრი ექნება, დავეთანხმები ალბათ მის აზრს, იმიტომ რომ მან ასე კომფორტულად გრძნობს თავს. ხშირად არის ასეთი შემთხვევები, რომ ერევიან ან ასე არ ჩაიცვა, ან აქ არ წახვიდი, ან იქ არ წახვიდი, მაგრამ ეს მე მგონი უფრო ბავშვს უფრო ბოჭავს და უფრო სხვანაირ მდგომარეობაში აყენებს, იმიტომ რომ რაც იტყვიან, რომ რაცაც უშლიო და რაც აკრძალულია, ის მაინც უფრო სასურველია. ერევა და ყველაფერზე აზრი აქვს თავისი საკუთარი. ჩემ მშობლებს არ მოსწონს რაღაც სახეული ჯინსები და რაღაც და მე პირიქით მომწონს. და რა ვიცი, ბევრჯერ უთქვიათ, რომ არ ჩაიცვა და რაღაც, მაგრამ მე მაინც ჩემსაც ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ ჩემი მომავალი იქნება ჟურნალისტიკა და ჩემ მშობლებს არ აკეთებ ალბათ. და რომ მითხარ, რომ ეხლა ჟურნალისტიკა ცუდი იქნება შენთვის, მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ჟურნალისტიკა კარგი იქნება და ჩემს მომავალზე ვსაუბრობ და არა მათ მომავალზე. რომ იყო მკაცრი შენს შვილთან, უფრო ის თავიანთ არჩევანსაც დაგიმალავს, არ გააკეთებს შეეშინდება რაღაცნაირად ვერ გამოთქვამს თავის აზრს. ამიტომ მე როგორც ვთქვათ, ჩემს არჩევანზე თუ ადამიანებული ვიყო, რაც შეიძლება რომ სიღრმისეულად ჩავწდე ჩემს შვილს, ვიყო მასთან მეგობრული, იყოს ის ჩემთან გახსნილი. შეიძლება არ მომწონებია, მაგრამ მას რომ მოწონდა უარი აღარ მithქმია. ზრუნავს თავისი კარიერისთვის და მე რომ შეუშალო ხელი ალბათ მომავალში იტყვის რომ ეს ჩემმა მშობელმა შემზღუდა და არ გიქნაო. ვერ მივახციეთ ჩემ წარმატებას. ხანდახან როცა მეგობრები მეგობართან წასვლა მინდა. უკვე რადგან გვიანია, მშობელს ეს არ მოსწონს, მივაჩნია რომ ეს მშობლის გადაწყვეტილებაა და მას ჩემთვის კარგი უნდა და ამიტომ თანხმდები მშობელს და მშობელზე ვარ დამოკიდებული ამ შემთხვევაში. ჩემს პროფესიას მშობელი არ სწავლობს და მშობელმა არ უნდა იმუშაოს ჩემს მაგივრად. ამიტომ მე მის გადაწყვეტილებას და მის ინტერესებს არ ვანიჭებ ამ შემთხვევაში უპირატესობას და მნიშვნელობას. რაღაცებში ვითვალისწინებ მას აზრს, იმიტომ რომ ვიცი რომ სადღაც გამომადგება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე საკუთარი სურვილები უარყო და მხოლოდ და მხოლოდ მის სურვილებს დავეთანხმო. ყველა მშობელმა უნდა დაუსვას კითხვა თავის შვილს, რომ გაინტერესებს თუ არა ეს, იქნებ ერთი წელი არ ჩააბარო და იფიქრო უფრო მეტად გინდა თუ არა ეს სადაც აბარებო. და სწორედ ეს იქნება ალბათ ყველაზე დიდი არჩევნის თავისუფლების მომენტი და ალტერნატივები ქმნის თავისუფლებას. ერთი ალტერნატივა ეს არ არის თავისუფლება. ქართულ მშობლებს განსაკუთრებით დიდი ცდუნება აქვთ იცხოვრონ შვილის ცხოვრებით, რადგან ალბათ ხშირად საკმარისი არ აქვთ ხოლმე თავისი ცხოვრება ეს ერთი. და მეორე რომ ერთგვარი რაღაცა შინაგანი მოთხოვნილებაც არის საკუთარი განუხორციელებელი ოცნებების გადატანა შვილში. ძალიან ხშირად მოზარდმა
არც იცის რამდენი პროფესია არსებობს და რომელი პროფესია რას ემსახურება. აი რაღაცნაირად გემოთი არა აქვს ნაგრძნობი. ხო? აი ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა თუ კი ეყოლებოდა ბავშვს ვინმე, ვინც მოუყვებოდა, რომ თქვათ, აი არქეოლოგია, რა არის არქეოლოგიის ან სიხარული, ან აი რა შეიძლება იგრძნო, რა მოგიტანოს ამან სასიხარულო, სასიამოვნო, მე თვითონ უნდა კონდეს მიდრეკილება, რომ აი ამ სიძველეებში ქექვა რაღაც მარადისობასთან ამგვარი სიმბოლური შეხება, ვთქვათ, მისთვის იყოს მნიშვნელოვანი. პროფესიასთან დაკავშირებით ბავშვობიდანვე ვოცნებობდი გამხდარიყავი ჟურნალისტი, თუმცა როდესაც გავხდი აბიტურიენტი, ჩემმა მშობლებმა მითხრეს, ბათუმში არის სწავლება, როგორც ვიცით, ჟურნალისტიკა, ამიტომაც საჭირო იყო წავსულიყავი თბილისში, იქ ჩამებარებინა. თუმცა ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები იყო, ამიტომაც ჩემი მშობლები შემეწინააღმდეგნენ ამასთან დაკავშირებით და ვერ მოვახერხე იმის სწავლა, რაც მინდოდა. მაგისტრატურაზე შეიძლება ავირჩიო ისევ ჟურნალისტიკა, ან კერძოდ სადმე მაინც ვისწავლო იმაზე, რაც გულით მინდოდა პატარაობიდანვე. ჰარმონია იქნება, როდესაც ორივე მხარე, მშობლების და ბავშვების ითვალისწინებს ერთმანეთის აზრს. ბავშვს რაღაცა ინტერესი აქვს, უნდა შეუწყო ხელი და დაეხმარო ამ ინტერესზე ბიზნეს მიღწევაში. აკრძალო, არ ამგონი აკრძალვით, უფრო დიდ დანაშაულს ჩამხატო, უფრო შეიძლება სანანებელი გაგიხდეს შე რომ რაღაცა არ გააკეთებინე და არ მიეცი მას მისი შეცდომების დაშვების უფლება. მოზარდი დაუშვებს აუცილებლად ბევრ შეცდომას, იმიტომ რომ შეცდომის და ტკივილის გარეშე ჩვენ ვერ ვიღებთ გამოცდილებას. ჩვენ სიარულიც არ გვისწავლია წაქცევის გარეშე. ასე რომ რაც არ უნდა ვასწავლოთ, რაც არ უნდა ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ და მოუყვეთ ჩვენი ტრამვების შესახებ, რომელიც ბევრი გვაქვს და ბევრი გვაქვს გასაზიარებელი, რა თქმა უნდა ეს როლს ასრულებს და ეს დიალოგი უნდა გქონდეს. იყო და არა იყო. დედა ყავდა ძალიან მკაცრი, თუმცა მიუხედავად ამისა მე ვიყავი ძალიან თავისუფალი. პიროვნულად ვიყავი ალბათ ესეთი, მაგრამ დედა დაამსხმდა როგორც ოჯახის თანასწორ უფლებიანს ესე მიკითხებოდა საოჯახო საკითხებს. აი შენ რას მირჩევ? სწორედ ამან განაპირობა ჩემი პიროვნული დამოკიდებულება. ამიტომ ვიძახე რომ მე ჩემი შვილი იქნება თავისუფალი თავის არჩევანში, თავის ესე ვთქვათ ქმედებებში. მე 5-6 კლასი ზემოთ, როდესაც აცნობიებ რაღაცებს, ჩემი აზრით უკვე გაქვს იმისკენ მიდრეკილება, რომ მქონდეს რაღაც მოთხოვნილება იმის, რომ იყო ბევრად თავისუფალი და დამოუკიდებელი, თუნდაც რაღაც სტერეოტიპებიდან, რაც შენს ირგვლივაა და თუნდაც იმიდანაც, რასაც ფიქრობენ შენი ახლო მყოფნიც, ანუ რას გულისხმობ. ის რომ გინდა იყო განსხვავებული, ის რომ გინდა გქონდეს შენი აზრი და აფიქსირებდე ამას ყოველგვარი გამოვლენებებით, თუნდაც იმიჯით და თუნდაც ვიზუალური და არავიზუალური, თუნდაც იმით, რას უსმენ, თუნდაც იმით, რას უყურებ და როგორ ახარისხებ და აფასებ. დღემდეც მაქვს რაღაც პატარა კონფლიქტური სიტუაციები, თუნდაც იმ ვიზუალით, რაც მაქვს ახლა, თუნდაც მშობელთან, იმიტომ რომ მამა ჩემი სხვა თაობის ადამიანია, მე სხვა თაობის ვარ. არის ადამიანები, ვინც იგებს, თუნდაც მამა ჩემის თაობა, მაგრამ არის ადამიანები, ვინც ვერ იგებს, იმიტომ რომ მათთვის უბრალოდ იმდენად გამჯდარია, რომ უნდა იყო მენტალურად ქართველი, ბევრი იტყვის, რომ თავისუფალია, მეც ვამბობ, რომ თავისუფალი ვარ და მეც ძალიან თავისუფლად დავდივარ, მაგრამ მიუხედავად ამისა მიწევს რაღაც ბარიერების გადალახვა. მოზარდობაში თუ კი მშობლის და შვილის აზრი თავიდან ბოლომდე ემთხვევა, ესე იგი მოზარდის განვითარება შეფერხებულია. შეფერხებულია ან ბუნებრივად, ბიოლოგიური რაღაც ფაქტორების გამო, ან შეფერხებულია დათრგუნვის გამო, რომ იმდენად ძალადობრივ გარემოში იზრდება. მე ხუმრობით ვამბობ ხოლმე, როდესაც ძალიან ზრდილობიანი შვილები ყავთ და რო შეხვალდა დედიკო მიესალმე რო ეუბნებიან. ეხა თქვი ნახვამდის და ბავშვს რო არაფერი არ ეშლება, უზომოდ ზრდილობიანი რო არის. ვამბობ რომ ესეთი ზრდილობიანი ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ბავშვია. დაანებეთ თავი. მეორესაც ვიყავი ბავშვი, თქვათ უსმენდი ისეთ მუსიკას, რაც თერაჩემს არ მოწონდა. და მაიძულებდა გადამერთო სხვა არხზე. ასევე ესეც წრეზე დავყავდი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, არ მომწონდა, მაგალითად პიანინოს წრეზე, მე მინდოდა კარატეში სიარული. ალბათ ეს იქნებოდა ჩემი პროფესია კარატე. და რადგან არ შემიყვანეს და ბავშვი ვიყავი, ჩემით არ შემეძლო სიარული.
და ვერ აღასრულა ჩემი ოცნება. და ჩემი ოცნების ასრულებას შემიშალეს ხელი. ერთი ხაზი ამისა, ამ ცდუნების არის ძალაუფლება, მეორე არის არარეალიზებული ოცნებები, ანუ მშობლის არარეალიზებული ცხოვრება. ამიტომ ძალიან კარგია თუ კი დედასაც ექნება თავისი პროფესია, თავისი ინტერესები, თავისი რაღაცა სიამოვნების წყაროები, მოზარდს დიდი ამოცანა აქვს, რომ გაინთავისუფლოს თავი და შედგეს პიროვნებად და მშობელს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომ კაფიოდ გაავლოს საზღვარი მასა და სხვას შორის და აღიქვას, რომ შვილი არის მისი შვილი, მაგრამ შვილი არის სხვა. ის არ არის მე. აქედან გამომდინარე, მას აქვს უფლება, რომ თავისი ცხოვრება იცხოვროს თვითონ. არიან გოგოები, ვიცი, ჩემი თანატოლი პირსიგის აკეთება უნდა. ნუ ეს გამოხატვის თავისუფლებაში გადის, მაგრამ ვერ იკეთებს, იმიტომ რომ მშობელი რა სიტყვის, მშობელი უშლის. იგივე ტატუების მხრივ ნაკლებად უგრძალებენ ბიჭებს, გვიანობამდე ღამით ყოფნა, ვიდრე გოგონებს. მშობლების შიში არ არის სწორი. რომ თითქოს ბიჭი უფრო დაცულია და ბიჭი რაღაცნაირად გამოძრება სიტუაციიდან და გოგო მეტად უნდა დავიფაროთ რაღაცა რისკებისგან, ხო? მაგრამ მე მინდა გითხრათ სრული პასუხისგებლობით, რომ გოგოც და ბიჭიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გაკვრით მაინც, შეიძლება არასრულყოფილად, მაგრამ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თანაბრად შეიძლება ეს ვინმეს გაუკვირდეს, ასე რომ რისკები სრულიად თანაბარია. მშობლობა არ არის მხოლოდ გაზრდა, ფიზიკურად ზრუნვა შვილზე. მშობლობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამისთვის გარკვეული განათლება არის საჭირო. ჩვენ სამწუხაროდ ის ერი ვართ, რომლისთვისაც 40-45 წლის შვილები ბავშვები არიან მშობლების. მე მყავს უფროსი ვაჟი, რომელსაც თავისი ოჯახი აქვს და ჩვენ მეგობრობთ, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს. დახმარებისთვის თვითონაც მომართავს ხოლმე, მას აინტერესებს ჩემი აზრი, მაგრამ აინტერესებს ჩემი აზრი როგორც ზრდასრული, უფრო გამოცდილი მეგობრის. და არ მახჩობს არც შვილი ვალდებულებებით. არ ვიცი რა გამომივა მეორე ვაჟთან დაკავშირებით. ფიქრობ აქაც არის აქაც მაქვს რაღაცა უკავშირი დაცული, იმიტომ რომ მის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მე არ ვერე. ვისთან იმეგობროს, რა ჩაიცვას, სად წავიდეს, ამაში მე არ ვერევი. უბრალოდ მე მაქვს ჩემი წესები ოჯახში ცხოვრების და ვეუბნები, რადგან ჩვენ ერთად ცხოვრობთ, მე მინდა რომ შენ პირველ საათზე უკვე შინიყო, იმიტომ რომ მე ჩემი დღის რეჟიმი ირღვევა, თქვათ, ის ყოველთვის ითვალისწინებს. ყველაზე მთავარია უნდა იყოს ანუ ურთიერთგაგება, სიყვარული. რაც მე და თავთას გვაქვს, მაგრამ დაპირისპირება ერთმანეთში ყოველთვის ქონია, ანუ დრო გადის, მე ვიზრდები, თამთაც ანალოგიურად რაღაც ასაკში შედის და ალბათ აცნობიერებს, მე ვფიქრობ, რომ აცნობიერებს იმას, რომ რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ბევრს ვეკამათი და მით უფრო წინააღმდეგობას ვუწევ. ისეთ სიტუაციაში არის ზოგიერთი, რომ პირიქით აკრძალვები არა საერთოდ არაფერი არ მოდის მშობლისგან რა. აი ეგ უფრო ცუდი ვარიანტია. მე ვფიქრობ, რომ თავისუფალი მაინც არ ვარ. სანამ სხვაზე ვარ დამოკიდებული, იქამდე თავისუფალი ვერ ვიქნებ. თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ ერს და თავისუფალი ერი კიდევ მწვერვალებს მიაღწევს.